შესვლის თუ არა კორუმპირებულ სამართალდამცავ სტრუქტურას გამჭვირვალე შენობები კიდევ ერთი ქართული რეფორმა, რომელიც მოსკოვისთვის სახელმძღვანელო ხდება. რუსული მედიის ცნობით შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციის განყოფილებების გამჭვირვალე ნაგებობების ჩანაცვლებას გეგმავს. რუსეთში რეფორმის დაჩქარებაზე აქტიური საუბარი ყაზანში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დაიწყო. რუსეთში მილიციის შენობებს მალე აბრა და დიზაინი შეეცვლება. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოძველებული განყოფილებების თანამედროვე ნაგებობებით შეცვლაზე ფიქრი დაიწყო. ამაზე პირველად განცხადებები ნურგალიევის უწყების გაფართოებულ სხდომაზე გაკეთდა. რუსეთის მთავარი მილიციელები ფიქრობენ, რომ თანამედროვე შენობებში კანონისადმი დამოკიდებულება თავად სამართალდამცველებში შეიცვლება. ფიქრობთ, რომელი დიზაინი მოგცემს იმის საშუალებას, რომ მინიმუმამდე შევამციროთ სამართალდარღვევები თანამშრომლების მხრიდან, როცა მათ ეჭვმიტანილები განყოფილებაში მოყავთ. თუ არ იქნება რაიმე ცალკე შენობა, სადაც ადამიანს გაიყვანენ, გასაგები ხდება, რომ სამართალდარღვევები პოლიციის მხრიდან მინიმუმამდე დავა. სამწუხაროდ, ჩვენი განყოფილებების შენობები სხვა პრინციპითაა აგებული, ამიტომ მის შესასვლელად სხვა კონცეფცია და ბევრი ფული სჭირდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ კონსტრუქციებზე ეტაპობრივად გადავალთ. ის ერთის მხრივ იაფი იქნება აშენების თვალსაზრისით და ფუნქციურად უფრო დატვირთული. მილიციის განყოფილებების დიზაინის და კონსტრუქციის ცვლილება დღის წესრიგში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ კაზანის ერთ-ერთ განყოფილებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ დააყენა. თათარსტანელმა სამართალდამცველებმა ხულიგნობაში ეჭვმიტანილი მწამებით მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით 52 წლის სერგეი ნაზაროვი განყოფილებაში ჯერ სასტიკად სემეს, შემდეგ კი შამპანიურის გვეთქვით გაუპატიურეს. ძალოვან უწყებაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ საუბარი სპეციალურად ამ შემთხვევის გამო კაზანში ჩასულ ნურგალიევის წარმომადგენელთან დაიწყეს. გადავწყვიტეთ, კამერები ყველა განყოფილებაში, ყველა ოთახში დავაყენოთ. დაწყებული შესასვლელიდან დამთავრებული საგამოძიებო მოქმედებებისთვის განკუთვნილ ოთახამდე. ძალიან გვინდა, რომ განყოფილებებში გამჭვირვალე გადატიხრები იყოს, როგორც ეს დასავლეთშია, მაგრამ ამისათვის თანხაა საჭირო. საფარავის ნათქვამ ფრაზა გამჭვირვალეს და ნურგალიევის უწყების ინიციატივას განყოფილებების დიზაინის ცვლილების შესახებ ყველა რუსული გამოცემა გამოეხმაურა. საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს გამჭვირვალე განყოფილებების აშენება სურს. დუმაში ღია დაზუსტებენ, რომ რეფორმა ქართული მოდელით მოხდება, თუმცა დეპუტატების ნაწილი შიშობს, რომ ეს ინიციატივა პოპულისტური და ფასადური იქნება და პუტინის ხელისუფლება იმას, რაც საქართველოს შეძლო ვერ გააკეთებს. არ იყო არაფერი რეფორმა, მხოლოდ სახელი შეცვალეს მილიცია პოლიციით. ეს არის ერთი აბრის მეორეთი ჩანაცვლება. ამ დროს საქართველოს გამოცდილება ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ქართული რეფორმები ჩვენ დეტალურად უნდა შევისწავლოთ, საუკეთესო გადმოვიღოთ და შევეცადოთ აქაურობას მოვარგოთ. სრულიად ნათელია, რომ რუსული რეფორმა დიდი ხნის წინ ჩავარდა და ბევრი მოქმედი მინისტრის გადადგომაზე საუბრობს. ეს მოქმედი კანონების განხილვასაც გულისხმობ პოლიციის შესახებ კანონს. ჩვენ თავიდანვე გამოვთქვით მოსაზრებები და ეჭვები ამ კანონის მიღებასთან დაკავშირებით, რადგან ის უფრო მეტად პოპულისტურ ხასიათს ატარებდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს რეფორმა მხოლოდ სახელის შეცვლამდე მიგვიყვანდა. დაიწყო რეფორმა, ჩაატარეს ატესტაცია. დახარჯეს ძალიან ბევრი ფული, მაგრამ ჩვენ ისევ შევეჯახეთ პრობლემებს პოლიციაში. ეს ხომ კატასტროფაა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებული რეფორმებით რუსეთში დიდი ხნის წინ დაინტერესდნენ. ქართულ პოლიციაზე მედია საშუალებებში ვრცელი რეპორტაჟები მომზადდა. ჟურნალისტები ძირითადად აქცენტს ქართულ და რუს პოლიციელებს შორის არსებულ განსხვავებაზე აკეთებდნენ და ვრცლად ყვებოდნენ იმის შესახებ, რომ საქართველოში სამართალდამცველები აღარ იღებენ ქრთამს. მომსახურების სააგენტოში კი ნებისმიერი ცნობის ან ნომრის აღება რამდენიმე წუთშია შესაძლებელი. რუსი ჟურნალისტები აქტიურად ცდილობდნენ ქართული პოლიციის წარმატების ფორმულის გაგებას. პოლიციაში ადამიანებს მხოლოდ აკადემიის გავლის შემდეგ იღებენ. პოლიციაში მუშაობა უკვე ძალიან პრესტიჟულია. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ პატრულის ერთ ადგილზე აკადემიაში 100 მსურველია და ყველა უმაღლესი განათლებით. პოლიციის რეფორმა არ არის ერთადერთი, რომლის კოპირებაც კრემლში სცადეს. რუსეთის ხელისუფლება მანამდე საქართველოს განათლების სფეროში გატარებული რეფორმების გადატანასაც ცდილობდა. მასწავლებლების ხელფასების ზრდასთან ერთად მათ პროფესიული სასწავლებლების მოდერნიზაცია და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებისთვის თანამედროვე კოლეჯების შექმნაც სცადეს. იყო საუბარი პირველკლასელებისთვის პერსონალური კომპიუტერების დარიგებაზეც და ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის შემოღებაზეც. რეფორმების გატარებაში წარუმატებლობის მიზეზი რუსეთში არსებული კორუფცია იყო. პუტინი როგორც ერთპიროვნული მმართველი ამ
ამას არ გააკეთებს, იმიტომ რომ ამით მისი სისტემა დაინგრევა. მისი სისტემა არ შეესაბამება საზოგადოების მოთხოვნებს. ის დღეს დიდ წინააღმდეგობაშია სწორედ საზოგადოებრივ მოთხოვნებთან. საქართველოს განვითარება მასზე მხოლოდ უარყოფითად მოქმედებს და აღიზიანებს. ის ფიქრობს, რომ ყველგან თვითონ არის უფროსი. არაფერი შეიცვლება. თუ პუტინი იმაზე წავა, რომ ყველა რეგიონისგან პატარა საქართველოს გააკეთებს, მაშინ ოპოზიციამ გაიმარჯვა. Русский империализм это такая очень დიდი ავადმყოფობა. იგი არა მარტო აგრესიასთან და ახალი ტერიტორიების დაპყრობასთანაა დაკავშირებული, არამედ იმასთანაც, რომ სხვებმა უკეთესად არ გააკეთოს. საქართველოს კი კრემლში შურს, რადგან პატარა ქვეყანა, რომელსაც არც გაზი და არც ნავთობი არ აქვს, რადიკალურად შეიცვალა. გახდება თუ არა რუსული მილიციის სამუშაო გარემო გამჭვირვალე ჯერ უცნობია. იდეის განსახორციელებლად კონკრეტული სამუშაოები ხელისუფლებას ჯერ არ დაუწყია.